მოკლედ, ყველაზე მეტად გაზაფხულის მოსვლა ჩვენს აივნებსა და ეზოებში იგრძნობა. მაშინ, როდესაც ოთახის მცენარეები გარეთ გამოგვაქვს და ვიწყებთ მათზე ზრუნვას. წელიწადის ყველა დროს მცენარეების მოვლაში განსაკუთრებული წესები შემოაქვს, განსაკუთრებით საყურადღებო კი გაზაფხულია. სეზონის ეს გარდამავალი პერიოდი. სალომე კახეთელიძე იმყოფებოდა რუსთავში, სადაც მებაღე შაკო ქუსიკაშვილთან ერთად გაიცნო ვარდების გადარგვისა და შეწამვლის წესებს. გარდა ამისა, როგორც ვიცი, რჩევებიც მიიღო ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მცენარის როზმარინის გამრავლების შესახებაც. ახლა ამ საინტერესო რეკომენდაციებს სწორედ მათგან მოვისმენთ. გაზაფხული განსაკუთრებით აქტიური პერიოდია მცენარეების მოვლისთვის, რადგან სწორედ ამ დროს სჭირდება მათ გადარგვა, გასხლა და შეწამვლა. სწორედ ამიტომ დღეს მე ვიმყოფები შაკოს ედემში და მებაღე შაკო ქუსიკაშვილი გვასწავლის, როგორ მოვუაროთ მცენარეებს სეზონის ამ დროს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. როდის იწყება გადარგვის სეზონი, რა პერიოდის განმავლობაში გრძელდება ის და რა უნდა გაითვალისწინონ ასეთ დროს მცენარეების მოყვარულებმა? მებაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის თებერვლის ბოლოდან მაისის დასასრულამდე. მთელი ზამთრის პერიოდში რაც მებაღე ისვენებდა, ეხლა უნდა გამოვიდეს ეზოში და მოასწროს ეს ყველაფერი ამ სამთვეში. სახლის მცენარეები გამოგვაქვს გარეთ, უკვე ხდება გადარგვა, ქოთნებიდან შეგვიძლია გადავიტანოთ უკვე გრუნტში. რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ოთახიდან მცენარე გამოგვაქვს გარეთ, როგორი გარემო უნდა შევქმნათ მათ? გამოზამთრებული სახლში მცენარეების პირდაპირ გატანა ასე აივანზე არ შეიძლება, უნდა შეურჩიოთ ჭრდილიანი ადგილი. Ურწყათ შედარებით უფრო ხშირად, ვიდრე აქამდე ურწყავდით, უნდა გავსხლათ პირველ რიგში და დანამატები მივცეთ, რომ ცოტა მოძლიერდეს ვარდობის თუ არის იცით მაისი, უკვე ყვავილობას იწყებს და გაჩვენებთ ვარდის გადარგვას, როგორ ხდება ნიადაგის სწორედ შერჩევა და ამასთანავე როზმარინი არის ძალიან პოპულარული ამ ბოლო დროს და განახებთ როზმარინის დაკალმებას. პირველ რიგში ეს არის მდინარის ქვიშა, რომელიც უნდა დავყაროთ. ანუ გაცრილი უნდა იყოს ეს, შემდეგ შეურიოთ, უნდა გამომწვარი ნაკელი. დავაყაროთ შავი ქვიშა, რომელიც არის პერლიტიანი, რაც უწყობს ხელს მცენარისთვის ჰაერის მიღებას, გაფხვირებას. მნიშვნელოვანი არის, რომ კარგად ჰაერიოს ეს ერთმანეთში, პერლიტი და პემზა, რაც ინარჩუნებს სინესტეს. ქოთანს ძირში უნდა ჩაუყაროთ პემზა, რადგან დრენაჟის სახით ჩაუყაროთ ესე ცოტა, რომელიც ინარჩუნებს წყალს და ზაფხულში არ დაჭირდეს ხშირი მორწყვა. ვარდი, რომელიც ქონა სახლში, შარშანდელი დაკარმებული არის და წელს უკვე შეიძლება გადავარგოთ ნიადაგში ან ცალკე დიდ ქოთანში. რასაც გაჩვენებთ ახლა, ამოვიღებთ აქედან. ჩავარგოთ და ეს ჩვენ მომზადებულ ნიადაგს შეგიძლია დააყაროთ თქვენს. დავაყრით ასე კარგად. შემდეგ უნდა მოვწყათ კარგად ასე დავასრულოთ მიწა. რამდენი დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი წყლით მოვწყავთ ჩვენს მცენარეს, იქნება ეს ონკანის თუ ნადგამი? სასურველი არის, რომ სასუხიანი წყლით, ორგანული მინერალებით მოვწყათ. თუ იქნება ნადგამი წყალი და ეს არ იქნება პირდაპირ ონკანიდან დასხმული წყალი, რამოდენიმე დღე თუ შევაჩერებთ რაღაც სათლში ან ჭურჭელში და შემდეგ მოიწვება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მცენარისთვისაც და ფესვისთვისაც. გაზაფხულზე ასევე აქტიურდებიან პარაზიტები, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი მცენარეები მათგან, რა უნდა გავითვალისწინოთ? უხვინალექის შემდეგ და წვიმების შემდეგ ჩდება ნაცარი, ბუგრა, ტკიპა უჩდება მცენარეებს და არის ამისთვის საჭირო კომპლექსური შეწამლა, რომელიც 10 დღის განმავლობაში ყოველ მე-10 დღეს უნდა შეიწამოს სამჯერ. პირველი ხდება მინერალური ზეთით შეწამლა, შემდეგ 2%-იანი ბორდოთი და სხვათა შორის ვარდებს გავდნენ ხოლმე ვენახის თავში და ბოლოში. იცით, ეს ცნობილი ფაქტი არის, რადგან პირველი ვარდი გრძნობს ამ ნაცარს და შემდეგ უკვე რაზე ებრძოლათ, ვაზი რო დაეცვათ, ამის მიხედვით ხდებოდა ამ ყველაფრის შეწამლა. დაავადებული მცენარე არის, რომელიც არ შეიწამლა მინერალური ზეთით თავის დროზე, არის დაგვიანებული, მაგრამ ახლაც აუცილებელი არის შევწამლოთ 2%-იანი ბორდოთი. მცენარის შეწამლისთვის აუცილებელია დავიცვათ სასუნთქი გზები, დავიცვათ თვალები და შევწამლოთ სწორედ უკვე ჩვენი მცენარე. ზოგადად დაავადება ტკიპა და ბურნა ბუდობს ფოთლის ქვემოთა მხრიდან. ამიტომ თუ ქვემოდან ზევოთ მივასხავთ, ძალიან კარგი იქნება მავნებლების საბრძოლველად, რადგან სწორედ განიკურნოს ეს ჩვენი მცენარე.
ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როგორ უნდა გადავდგათ და შევწამლოთ ვარდისწორად. ახლა კი მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ როზმარინის გამრავლებაზე და გავიგებთ, როგორ უნდა დავაკალმოთ ის. ხედავთ როზმარინს უკვე ყვავილობს. ამ პერიოდში ძალიან მარტივად მრავლდება და გაჩვენებთ, როგორ ავიღოთ კალმები. გავალამაზებთ, რო გვინდა რომ შემდეგ ლამაზი ფორმირება მიიღოს უკვე მცენარემ. კალმები უკვე მზად გვაქვს და შეგვიძლია მოვამზადოთ ნიადაგი. პირველ რიგში უნდა შევაზავოთ ნიადაგი. აუცილებელი არის ნოყიერი ნიადაგი. ავიღოთ გამომწვარი ნაკელი, იგივე რაოდენობის. ეს უკვე არის პერლიტიანი მიწა. დავაყაროთ აგროპერლიტი. ეს ინარჩუნებს სინესტეს, რაც აუცილებელი არის დაკალმებისთვის და ფესვთა სისტემის ადვილად გასატანად. ჩვენ გვაქვს ამისათვის სპეციალური კასეტები არის ეს დასაკალმებლად. ეს უნდა გადავანაწილოთ თანაბრად, შემდეგ დავტკიპნოთ კარგად. ბოლომდე უნდა შევავსოთ ესენი. ჩვენ მიერ უკვე გამზადებული კალმები შეგვიძლია ავიღოთ და ჩავარჭოთ ამ ნიადაგში ასე. კარგად მოვრწყათ უნდა ეს და შემდეგ დავდგათ უკვე შეგვიძლია აივანზე, გამოვაამინდები და გაიხარებს ძალიან მარტივად. ეს სცენარეები დაახლოებით 1 წელიწადში გახდება ამხელები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები თქვენთვის გამოსადეგი იქნება. უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვუაროთ მცენარეებს გაზაფხულზე სეზონის ამ მნიშვნელოვან დროს. ძალიან დიდი მადლობა შაკო შენ ამისთვის. ჩვენ გემშვიდობებით ნახვამდის. მადლობა სალომეს და ჩვენს სტუმარს და მასპინძელს ამ შემთხვევაში სალომეს, რა თქმა უნდა, საინტერესო რჩევებისთვის.